დღეს მინდა ვისაუბრო ჩემი ტრანსფორმაციის შესახებ. ზოგადად ძალიან ბევრს ვწერ ხოლმე ბოლო დროს დიდად აღარ, მაგრამ მუდმივად მაქვს დღეურები და ჩანაწერები, სადაც ასე ვთქვათ, ჩემს მიმდინარე მოვლენებს, ან აზრებს ვიწერ და მოგვიანებით საკმაოდ მეხმარება თვითრეფლექსიაში, უკავშირში. და მინდა ვისაუბრო ჩემი ტრანსფორმაციის ბოლო 2 წელიწადზე. მართალია ეს ტრანსფორმაცია 2 წლის წინ არ დაწყებულა, ძალიან დიდი ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს აღმავალ-დაღმავალი გზებით, მაგრამ 2 წლის წინ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში, რომელზეც მინდა რომ გაგიზიარო და შეიძლება ვიღაცასთან რეზონირდეს და ასე ვთქვათ, სასარგებლო იყოს ჩემი გავლილი ეტაპები. ზოგადად 2 წლის წინ, ის იყო სადღაც 2023 წლის ნოემბერი, ოქტომბრის ბოლო, ჩემი ეს ჩანაწერების წიგნი მაგ დროიდან იწყება და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაქვს და ესე იგი დავიწყე ჩანაწერების გაკეთება, მაშინ მუშაობდი თბილისში, ზუსტად იმ სამსახურში, რომლიდანაც წამოსვლა მინდოდა ძალიან, მაგრამ საერთოდ ვერ ხედავდი გზას, როგორ შეიძლებოდა, რომ ამ სამსახურიდან მალევე წამოვსულიყავი, ვაპირებდი, მაგრამ ალტერნატივას ვერ ხედავდი და არც ასე ვთქვათ, მიგდება და დატყდომა არ მინდოდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩემი გაცნობიერების პატერნების მიხედვით ზოგადად გაქცევისკენ მიდრეკილება მქონდა და აი სიტუაცია რომ დაყარო, მაგრამ სად მიდიხარ რო არ იცი. ამიტომ შვილიც რადგან მყავს და ასე ჰაერში ვერ დავტოვებდი და ვერ მივაგდებდი პასუხისმგებლობებს, ადეკვატურად ვცდილობდი რომ წამოსულიყავი სამსახურიდან, მაგრამ ნელა-ნელა ეს სამსახურიც ასე ვთქვათ მიგაკუნებდა და რაღაც კრიზისში შევდიოდი. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა იოგას სწავლება და ეს ალბათ იყო ერთადერთი მომენტი, რომელშიც ვიცოდი რომ სწორი ვიყავი და ასე ვთქვათ, მართალი ვიყავი, იმიტომ რომ აი ამას ვიცოდი, რომ სწორად ვაკეთებდი, აი მაგის თქმა მინდა და დანარჩენი თითქოს აი უნდა შეცვალო, რაღაც უნდა შეიცვალოს, დროს, ენერგიას ფუჭად ხარჯავ და ასე შემდეგ, ანუ უამრავი ფიქრები იყო, ასე ვთქვათ, overthinking-ი, რისკენაც აქ მთელი ცხოვრება მაქვს მიდრეკილება და რაღაც პერიოდი მიმწვავდებოდა კიდეც და ერთადერთი რითიც შველოდი ხოლმე, ბევრი სიარული იყო და მაგ პერიოდში უფრო თბილისში ცხოვრობდი და ფეხით დავდიოდი ძალიან დიდ მანძილებს, იმიტომ რომ თითქოს ეგ მეხმარებოდა. ამ პერიოდშიც მქონდა ემოციური კრიზისი და ფინანსურადაც, როგორც ხალხ მიწერია, არასტაბილური მდგომარეობა მქონდა. პირადშიც არ მქონდა დალაგებული. ამ პერიოდში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო რაღაც კატალიზატორის როლი შეასრულა ჩემ ცხოვრებაში და დამეხმარა, რომ ისეთი უსაფრთხოების შეგრძნება მქონოდა, მართალია ეს უსაფრთხოების შეგრძნება ილუზიური იყო, მაგრამ ის უსაფრთხოების შეგრძნება მქონდა, რომ თვალი გამესწორებინა იმისთვის, რასაც მანამდე ვერ ვუყურებდი და ან ჩემი შიშებისთვის, და ფაქტობრივად ჩემ თავში შემოვტრიალებულიყავი ამაში ძალიან დამეხმარა. და ზუსტად ამ პერიოდშივე ასტროფსიქოლოგიის კურსიც დავიწყე თამო აკუბარდიასთან და ეს კურსიც იყო გარდამტეხი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტიურად აი უფრო სიღრმეში, უფრო გააზრებაში წამიყვანა ჩემი ასტროლოგიური კომბინაციებით. არ არის რაღაცა ბრტყელ ინფორმაციებზე საუბარი, არის სერიოზული უკავშირი საკუთარ თავთან, რას რატო აკეთებ, რისთვის აკეთებ და ასე შემდეგ, რა პოტენციალი გააქვს და რას აკატავებ, აი ამაზე ვსაუბრობ. და ეს ადამიანი ფაქტიურად თითქოს აი შეუკვეთეო სამყაროს და გამოგიგზავნაო.
სხვანაირი ვინმე რო ყოფილიყო, მე კიდე ვერ შევძლებდი, რომ ჩემ თავისთვის შემეხედა, რადგანაც იმ კონკრეტულმა ადამიანმა, რომლის მიმართაც ეხლა ძალიან დიდ მადლიერებას ვგრძნობ, შეუწყო ხელი იმას, რომ მე ვიგრძენი თავი უსაფრთხოდ და წავედი საკუთარ ქვეცნობიერში, შიშებში. მართალია ეს მოხდა სასიყვარულო კუთხით და აი ამ მხრიდან ჩავედი საკუთარ თავში, მაგრამ რეალურად მთლიანად გაშალა ჩემში ეს ქვეცნობიერი შიშები, ტრავმები და აი პალიტრა ფაქტიურად ქვეცნობიერში არსებული აი ამ დაუცველობის თუ პირადი საზღვრების არ არსებობის თუ არასტაბილურობის, საქანელებზე ყოფნის, აი ამ ყველაფრის მიზეზები გაშალა. არიან ადამიანები ხშირად, მე მაქვს ერთ-ერთ ჩემს წინა პოდკასტში საუბარი, როცა კარმული არის ურთიერთობა როგორ მოქმედებს და აი ურთიერთობები ხშირად გვიტრიგერებს ზუსტად იმას, რაც რასაც შინაგანად აი ურთიერთობის გარეშე მაგალითად ვერ დავინახავდით, ჩვენთვის არიან თითქოს კატალიზატორის როლში ის ადამიანები, ვინც მოდიან და რეალურად რამდენადაც არ უნდა გვატკინონ გული, ხო? მაინც ჩვენთვის ცუდს არ აკეთებენ, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს შეგვახედებენ, რასაც მარტოები ვერ შევძლებდით. და აი ამ პერიოდში თავიდან თითქოს ძალიან კარგად დაიწყო ყველაფერი და მეც როგორი შეგრძნება მქონდა, თითქოს გული გაიხსნა და გული რო იხსნება, მან ხდება თურმე მთელი ამბები, მაგრამ სანამ ეს ურთიერთობა დაიწყებოდა, მანამდე გარკვეულ პრაქტიკებს ვაკეთებდი, მედიტაციებს, და ეს წერითისავე პრაქტიკები, რაღაც ესე ვთქვათ, პატარ-პატარა სავარჯიშოები და მოკლედ ეს ასე ვთქვათ ზედაპირული მუშაობა, უფრო ამას ზედაპირულ მუშაობას ვეძახი და აი ამ მედიტაციებმა, tapping მედიტაციამ კონკრეტულად დაძრა ის ბლოკები და ის შინაგანი პროცესები უფრო დააჩქარა ამ ადამიანთან ერთად და 40 წუთი, საათნახევარი მედიტირებდი. ზუსტად ეს გულის სივრცეში ვიყავი, უფრო მაგის თქმა მინდა და ამან უფრო და უფრო წამოიღო აი ეს ქანგაშის შეგრძნება. ზუსტად ეგ არის, რომ აი ეს ტექნიკები ამ ტექნიკებს უფრო მოაქვთ და ზედაპირულად მუშაობენ და რაღაცებს გიტრიგერებენ, მაგრამ იმისათვის, რომ სერიოზული ტრანსფორმაციაში წახვიდე, აუცილებელი არის სპეციალისტს მიმართო და ზუსტად ესე თითქოს დაალაგებულად და წინასწარ გათვლილად აი ეს პროცესები რომ აღიძრა ჩემში, ჩემს სივრცეში შემოვიდა ადამიანი, კონკრეტულად ჩემი თერაპევტი ახლა შორენა ფერიძე, რომელიც ონლაინ ატარებს სესიებს და ამ ადამიანთან აი ფაქტობრივად ნაბიჯ მივედი მთელი ამ ჩემი ამოხეთქილი წლების ნადები და შეიძლება ცხოვრებების ნადები ემოციებით. და რეალურად ჩვენი შეხვედრა ისე მოხდა, რომ მე საერთოდ არც კი ვიცოდი, რომ თერაპევტი იყო. და მოკლედ აი ეს პროცესები ნელ-ნელა დაიძრა მედიტაციებით და ყველაფრით და თითქოს აი ეს პარტნიორული ურთიერთობა პლუს მედიტაციები, ეს საკუთარ თავზე მუშაობა, თითქოს რომ გინდა, რომ აი ესეთი სიტყვები მქონდა აქ, რომ ვცდილობ საკუთარ თავს გავუმკლავდე, აი ამას ჩემი მინიმუმი იყო, რომ თითქოს აი მინიმუმის მაინც შევძლო, რომ ჩემ თავს გავუმკლავდე, ჩემ თავს ვუშველო, აღარაფერზე აღარ იყო მან საუბარი რა, იმდენად რაღაც პიკამდე იყო ჩემი მდგომარეობა მისული. ზუსტად მაგ პერიოდში ასევე ენერგოპრაქტიკების თემაში და წმენდის თემაში კიდევ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც საკმაოდ დამატრიგერა მისი საუბრებით, რა იყო ახლა აქ პლუსი, რა იყო მინუსი, აქ სხვა თემაა და კომბინაციაში ისე მოხდა, რომ უცებ აი ამ პატარ-პატარა მედიტაციური პრაქტიკებიდან არ ვიცი
ძალიან მიხარია რომ ესე მოხდა და აღარ ვიბოდიალე და აღარ მომიწია ბევრი სიარული და პირდაპირ შევხვდი საჭირო ადამიანებს. ზოგადად მაგაში ძალიან მიმართლებს ხოლმე, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ადამიანები მოდიან ხოლმე ჩემთან, რომლებიც ძალიან სწრაფად მუშაობენ, პირდაპირ მუშაობენ და პირდაპირ ასე ვთქვათ, გზაზე რო გაყენებს ადამიანი რა, ეგ ვარიანტი არის და აღარ მომიწია ამ ყველაფრით მოძრაობა და მოხდა ფაქტურად 2024 წელი იყო დასაწყისი და 25 უკვე ცვლილებების პერიოდი და 2024-ში ძალიან ბევრი რამე მიყვა ჩემიან თუნდაც დაშორება იმ ადამიანთან და რომელიც იყო მე ზუსტად ვიცოდი რომ ჩვენ იმდა შევხვდით რომ მალე უნდა დავშორებულიყავით და თითქოს უკვე გაშვებული მყავდა, მაგრამ რეალურად მეტკინა და თითქოს ამ ტკივილის მიღების თემაც იყო და მიუხედავად იმისა რომ თითქოს არც არაფერი იყო ჩვენს შორის ისეთი არც არაფერი მომხდარა რომ აუცილებლად უნდა დაგვესრულებინა ურთიერთობა, შინაგანად მქონდა ეგ განცდა რომ თითქოს რაღაცა უდიდესი ტრანსფორმაცია მოხდა და ესე ვეღარ გაგრძელდებოდა. ამასთან ერთად შემოხდა კოვიდი და ვიყავი საკმაოდ ცუდად, ენერგეტიკულად ფაქტიურად გამოფიტული, დაშლილი, პანიკური შეტევებით და ეს ყველაფერი იყო უბრალოდ განკაში და ტრანსფორმაციის ნაწილი. ეხლა ძალიან მშვიდად ვყვები, მაგრამ მაშინ ესე მშვიდად არ ვიყავი. და ამის მერე აქტიურად დავიწყე შორენასთან თერაპია და მინდა ვთქვა, რომ ნელა იმდენი რამე დავაგდა, იმდენი რამე ჩამოიხსნა, რომ ხანდახან როცა ვუყურებ და ვიაზრებ იმას, რომ მე არ შემხვედრო და ეს სპეციალისტი და არ წავსულიყავი ამ კონკრეტულ კურნების გზაზე, არც კი ვიცი როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩემი ცხოვრება და როგორ უნდა მეკატავა ისევ იმ ტრამვებზე, რაც იყო. ეხლაც რა თქმა უნდა პროცესში ვარ, ეხლაც რა თქმა უნდა მიმდინარეობს ჩემი თერაპიის პროცესიც, თუ ჩემეცნები საკასტრო-ფსიქოლოგიის კუთხით იქნება, თუ თერაპიული კუთხით და იოგა სესიები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ კურნების გზაზე ზუსტად ის მომენტი წამოიჭრა ჩემთან, რომ გათავისუფლება მოხდა შთაბეჭდილებებისაგან. ეს შთაბეჭდილებები რას ნიშნავს? ცრუ ილუზიებისაგან, რომ რაღაცები რომ მეგონა, თურმე სად ვბანაობ, საერთოდ არ არის ეგრე და ეხლა ბევრ ადამიანს ვუყურებ, რომ ამ შთაბეჭდილებებში, ამ ილუზიებში არიან რეალურად რაღაც პატარ-პატარა ტექნიკებმა შეიძლება დროებით გაგიყუჩოს შეგრძნებები, მაგრამ როცა უკვე იმ ეტაპზე ხარ, რომ მორჩა, ვეღარ, იქ გჭირდება სერიოზული მუშაობა, პატარ-პატარა და 1-5 წუთი წავიმედიტირე და ესეთი რაღაცები არ შველის. დროებით შეიძლება, ოკეი, კარგად იგრძნო თავი, მაგრამ მე ისევ დაგიტრიალდეს და თითქოს სამყაროც გეუბნება, რომ თავზე გემხობა ყველაფერი. არსად არ მიგდის კარგად საქმე და თითქოს გვხვდები, რომ რაღაცა უნდა შეცვალო, მაგრამ ვერ იგებ რა უნდა შეცვალო. ეგ მომენტია რა. და ვერ იგებ, მაგრამ როცა სვამ საჭირო კითხვებს და მაინც ეცდილობ, რომ შენ თავში რაღაც იპოვნო და მზაობა გაქვს, საჭირო ადამიანებიც მოდიან. შენ მიდიხარ მათთან. და აქედან გამომდინარე, ნახარ ვუყურებ ჩემ ჩანაწერებს, საერთოდ რატომაც დამებადა ხამ ვიდეოს ჩაწერის სურვილი, ეს არის, რომ ჩემ ძველ ჩანაწერებს ვკითხულობდი, გადავწყვეტე, რომ რაღაცა 2 წლის რეზიუმე გავაკეთო ჩემთვის, რა თქმა უნდა და გავაზიარო, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ამ პროცესებში არის და დაეხმაროს ეს ინფორმაციები. რეალურად ამ სუბუქმა პრაქტიკებმა პირველი რაც ჩემ შინაგანიდან წამოიღო, იყო მამის თემა. მამა ჩემი, რომელიც ხან ადამიანი იყო, ხან ურჩხული, ოღონდ სიზმრებში ვამბობ. და ამ კოშმარებს გავდიოდი და ჩემ თავს ხედავდი სიზმარში, როგორც ჩემი პატარა შვილი. ეხლა ჩემ შვილად. და
რეალურად წამოვიდა ის, რომ თითქოს ბავშვობაში იმის გამო რომ მამიჩემი იყო არასტაბილური ადამიანი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც ხან იყო, ხან არა, საზღვარგარეთ იყო. ანუ ვიყავი ფაქტიურად აი ამ არასტაბილურობაში, რომ ხან გამოჩნდებოდა მამა, ანუ ხან მყარად ვიყავი, ხან არა მყარად. მერე ხან მეჩხუბებოდა, ხან მეფერებოდა. ანუ ორივეში მსხვერპლად გრძნობდი თავს, იმიტომ რომ მეჩხუბებოდა, მსხვერპლი ვიყავი, მეფერებოდა, ისე იცოდა ეს ჩაჯუჯღუნა თუ რაღაც, რა ვიცი. არა სინაზით და არა რაღაც მართლა სიყვარულით, არ ვიცი სიყვარულით ისე ვიძახია ეხა მამას ალბათ, ნუ უყვარს ყველა მამას უყვარს თავის შვილი, ხო, ესე მგონია. და როგორც თვითონ იცის ეს. და ორივე ვარიანტში აი თუნდაც ნებისმიერ მოახლოვებაზე მიჩნდებოდა განგაშის შეგრძნება და ახლაც ცოტა მაქვს ეგ გგზნობ მაგას, რომ როცა ადამიანი ახლოს მოდის ჩემთან ფიზიკურად, რაღაც მომენტში გგზნობ ცოტა განგაშს. და თითქოს აი საფრთხესავით აღუქვამს სადღაც. და პირველი ფიგურა ვინც წამოვიდა, ეს იყო მამის ფიგურა და ამ მამაჩემთან ბრძოლა. რეალურად როცა მე თერაპიაში წავედით, ურთიერთობის თემით წავედი თერაპიაში, იმიტომ რომ რეალურად ის ადამიანი, ვისაც წეღან თქვი, მას რო დავშორდი, იმდენ თავს ძალიან ცუდად გრძნობდი, რომ ანუ წავედი თერაპიაზე, რომ ურთიერთობის თემაში გავრკვეულიყავი. და პირველი ფაქტურად ვისითაც დაიწყო ჩემი პროცესები იყო ამოტივტივება მამაზე და თერაპიაში წასვლა პარტნიორით. და აქედან ნელ-ნელა იმდენი რამე გაიშალა, იმდენ რამეზე გავედით. ზუსტად ის თემებიც, რომ ხან დედის ქცევის მოდელზე როცა ზიხარ და ხან მამის ქცევის მოდელზე როცა ზიხარ და ამას შენ ვერ აკონტროლებ, იცი ინფორმაცია გააქვს, მანამდე ერთი წლით ადრე მქონდა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ჩემ თავში ვერაფერს ვერ ვცვლიდი, ანუ ვერა უბრალოდ ვიცი, რამდენადაც არ უნდა ვცადო რაღაც ტექნიკებით, რაღაცა, ასე ვთქვათ, სავარჯიშოებით. ანუ თითქოს აი ესეთი ტერმინი არსებობს ფიზიკაში, წითელი ზღვარი. იმის იქით შენ არ გაქვს, შენ ვეღარ აკონტროლებ, ანუ ეს მექანიზმები, რასაც თერაპევტები იძახიან ხოლმე, ჩემი თერაპევტის ვესესხები, რომ აი ეს დაცვითი მექანიზმები, რაც გაქვს დაყენებული და გიცავს, თუ ეს დაცვითი მექანიზმები სხვამ არ გადალახა, შენ თავზე გაქვს ეს დაყენებული და ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ამის იქით წახვიდე და რაღაც თემებში საერთოდ შეუძლებელი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ადამიანმა მიიღოს ის, რომ სჭირდება სპეციალისტის დახმარება. და როცა ასე ვთქვათ, აი ცოტა ისე არიან ხოლმე, რომ იქნებ ჩემით, იქნებ ეს ქნა, იქნებ ის ქნა, იქნებ იქ წავიდი, აქ წავიდი, ნუ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ დროს დაკარგავ და პლუს ფინანსებსაც დაკარგავ, იმიტომ რომ ეს ვითომ პატარ-პატარა ტექნიკები, პატარ-პატარა ვორქშოპები, ეს და რეალურად ჯობია ერთიანად წახვიდე მუშაობაში და ჯერ გაარკვიო საერთოდ რა გჭირს, დიაგნოსტიკა მოხდეს, რომლის ძალიან კარგი საშუალება არის ასტროფსიქოლოგიური კონსულტაცია და ყავს ძალიან კარგი სპეციალისტებიც და ანუ მეორე ვარიანტია, რომ მე წახვიდე უკვე აი ამ ინფორმაციის დონეზე, რომ იცი სად გაგვსამუშაო, მე მიმართო უკვე თერაპიას. მე პირადად მხოლოდ აი ამ ორი კომბინაციით შემოვიფარგლები ამ ეტაპზე, ფიზიკურად ახლა იოგას ვარჯიშით, რა თქმა უნდა და ეს თითქოს ესეთ შეგრძნება აქვს, რომ სულ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა მე ერთი მოსწავლე მეყოლება, ვისაც იოგას ვასწავლი თუ 1000, ანუ ჩემთვის თითქოს ეს გზა არის მთლიანი გზა და რაღაცა პერიოდით არ შემოიფარგლება, ისევ მუშაობ საკუთარ თავზე, როგორც მუშაობ სხვებთან და ამიტომ ეს იოგას თემა ყოველთვის იქნება ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების რეზიუმეს ყვები მე იოგას თემაში კი არა და ტრანსფორმაციის თემაში, მენტალურ და ფსიქოლოგიურად, იოგა
ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ყველაზე ადრე, ყველაზე პირველი და მაშინ, როცა საერთოდ ვერც კი ვიგებდი რაში ვიყო, რას გრძნობდი, ერთადერთი აქტივობა იყო, რომელსაც საკუთარი თავის გამოვაკეთებდი და სადაც საკუთარ თავთან გრძნობდი თავს, ანუ ჩემ თავში ვიყავი და არა სადღაც გარეთ, სადაც კონცენტრაცია შიგნით მიმქონდა. და ამიტომაც ფაქტიურად მაინც პირველად შეხება ჩემი განვითარების და ტრანსფორმაციის იყო იოგადან და მერე დაემატა უამრავი ინსტრუმენტი თანდათან. Ну, აი, ვისაც თქვათ უნდა განვითარების კუთხით, ასე ვთქვათ, დახვეწოს თავისი ცხოვრებაც და უფრო განავითაროს, ხო? მანამდე არის გარკვეული ბაზა, რომელიც უნდა მოწესრიგდეს, რომ მაგაზე ის ცხოვრება აშენო, რომელიც შენ გინდა. თუ ბაზა იქნება ეს რაღაც პიროვნული საფუძვლები, იქნება ეს უსაფრთხოების თემა, საზღვრების თემა, ანუ შენ თავში, როცა იგრძნობ თავს კარგად და სტაბილურად, მერე ნელა-ნელა შეგიძლია უკვე მანდ დააშენო ის ცხოვრება, რომელიც გინდა. და ეს ფაქტიურად რაღაცა ლიმიტი ამას არ აქვს. მაგრამ რეალურად ადამიანები ნულს ქვემოთ ცხოვრობთ, უბრალოდ ვცდილობთ, რითიც დავიწყე ვიდეო, საკუთარ თავს გავუმკლავდეთ, საკუთარ თავს გავუძლოთ, დღიდან დღემდე მივიტანოთ ჩვენი თავი და ანუ всё, თითქოს ეს არის მინიმუმი. და როცა ადამიანი ამ საკუთარ თავის გაძლებიდან გამოდის, ნულდება ფაქტიურად, ხო, ცოტა მოთამოდის და ნორმალურად საარსებოდა აქვს რაღაც საშუალებები, რაღაც იმ საქმეს აკეთებს, რომელიც მოსწონს და აღარ აქვს ეს რაღაც ღრმა დეპრესიული თემები, თითქოს მაგ მომენტში ადამიანი თulis, რომ всё, ოკეი ვარ, კარგად ვარ. რეალურად ეს არის უბრალოდ ის მდგომარეობა, რომელშიც ისედაც უნდა იყო. მაგრამ ჩვენ ვართ გამინუსებულ მდგომარეობაში. და აი მანდედან უკვე როცა ოკეი ხარ, ნეიტრალში ხარ, აი მანდედან უკვე შეგეძლია რომ ზემოდან დააშენო ის ცხოვრება, რომელიც შენ გინდა. ანუ აი რაღაცა ზღვარი რომ სადღაც დავასრულე, ჩემ თავზე მუშაობა არ არსებობს, მუდმივად შეგიძლია მიისწრაფოდე გაფართოებისკენ, მუდმივად შეგიძლია მიისწრაფოდე განვითარებისკენ და იღებდე შენთვის სასურველს. აქ ვერავინ ვერ გიწესებს და არ გიწესებს ლიმიტს. ერთადერთი ვინც უმწესებს ლიმიტს ადამიანს არის საკუთარი ჩარჩოები, საკუთარი რწმენა წარმოდგენები და ვიცი ის რომ ამას მარტო და ინდივიდუალურად ვერ გაართმევ თავს ადამიანი. რამდენიც გინდა საათობით რომ იჯდე ჭყალებში მედიტაციაში, იმიტომ რომ 90% ვინც ამბობს რომ მედიტირებს, არ მედიტირებს, უბრალოდ დუნდება და უბრალოდ მოდუნება მედიტაცია რა. და რამდენიც გინდა დარბაზში იარო, სტუდიაში იარო, ივარჯიშო, დაიტვირთო, ის შინაგანი ბლოკი თუ ჩაკეტილობა თავისით არ გადის. გჭირდება სპეციალისტის დახმარება. როგორც რომ იცი, რომ გაქვს რაღაცა შინაგანი პრობლემა, სიტყვაზე სისხლძარღვის, ან რაღაც წანაზარდის, ან რაღაცა ცხეულში გამოხატული, იცი, წამლებს სვავ. მაგრამ გტკივა, მაგრამ წამლს რო სვავ ვიყუჩებ და ახლობით ეგ არის პატარ-პატარა პრაქტიკები და ზედაპირული ტექნიკები. მაგრამ როცა უკვე თერაპიაზე მიდიხარ და იქ სპეციალისტი ჩადის შენ აი ამ პატერნებში, ისე როგორც ქირურგი ჩადის და ამას იღებს, გაშორებს და მერე არის რეაბილიტაციის პროცესი და ახლობით ესე არის თერაპიაც. და აქ იმდენი ფენა არის ჩვენს ენერგეტიკაში და ჩვენს ველში, რომ არ არის აქ ერთ და ორ ვიზიტზე საუბარი, აქ არის სერიოზულ მუშაობაზე.
გააჩნია შენ რა გინდა. არც ალბათ ის ადამიანები, ვინც ახლა ამ ვიდეოს აქამდე უსმენთ, ასეთი მუშაობისთვის მზად ხართ კიდევაც. და მართლაც გირჩევდით, აი მოკლე ინსტრუქცია ჩემგან, ისევ ვიმეორებ, გააკეთე პირადი ასტროფსიქოლოგიური კონსულტაცია და შემდეგ წადი თერაპიაზე. აი ეს ორი მუშაობს იდეალურად. და აი ამ ყველაფრის მერე დაიმატე ის ტექნიკები, ის ინსტრუმენტები, რომელიც აი ამ ყველაფრის მერე იგრძნობ, რომ კიდე გჭირდება. რეალურად არ არის საჭირო 15,000 რაღაცას აკეთებდეს ადამიანი, რომ თავს გრძნობდეს კარგად. 1, 2 რაღაცაც საჭირო, ანუ საკმარისია, თუ ამას კარგად აკეთებ. ზოგადად ჩემ მასწავლებელი ჰქონდა ამას წინათ და გაზიარებული თუ დაწერილი გიორგი ბერძენიშვილს თავის ინსტაგრამი რა და სოციალურ ქსელში რა ანუ თუ გინდა ან თუ ისწავლიო ერთ რამესო ჩათვალე რომ ისწავლო ყველაფერი ამიტომ რომ ზოგადად ეს სწავლის პროცესი ერთ რამეს თუ ძალიან კარგად ისწავლი აი ამ სწავლების პროცესში იმდენ რამეზე მუშაობ რეალურად რომ ჩათვალე რომ სხვა რაღაცეები უკვე ავტომატურად ნასწავლია, მხოლოდ ინფორმაციის თემა. სწავლა არის პროცესი, რომელიც უამრავ საფეხურს მოიცავს. უბრალოდ ინფორმაციის მიღება და გატარება არის ჩათვალე, ანუ მოისმინე გავში. სწავლა არის პროცესი. და ზუსტად ეს პროცესი არის შენ თავს, როცა სწავლობ, უნდა წახვიდე ამ პროცესში. როცა შენ თავში წახვალ, შენ ღრმა პროცესებში ჩაეშვები, შედეგიც გექნება მერე. თორე ისე მილიონი პოდკასტიც რომ მოისმინო, 1000 წიგნიც რომ წაიკითხო და აკეთო ეს ზედაპირული პრაქტიკები, რეალურად სიღრმისეული ცვლილებები, ან არასდროს არ მოვა, ან არ ვიცი რამდენი ცხოვრება შეიძლება დასჭირდეს ადამიანს. პერიოდულად გადავწყვიტე, რომ ასეთი სახის ვიდეოები გავაზიარო ჩემ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული, ჩემ ჩანაწერებიდან გამომდინარე, რაღაც გარკვეულ თემებზე, თქვათ, რომლებზეც მიმუშავია და თუ დაგაინტერესათ და თქვენთვის არის საინტერესო, გამიხარდება თუ ამის შესახებ უკავშირს მომწერთ კომენტარებში ან დალაიქებთ. ეს იქნება უბრალოდ ნიშანი იმის, რომ თქვენთვის საინტერესოა ეს ინფორმაცია. თორე დიდად ახლა ლაიქებისთვის და აქტიურობისთვის ვიდეოებს არ წერ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა, თქვათ, ეს გამოცდილება მხოლოდ ჩემთვის არ დარჩეს და ერთ-ორ ადამიანსაც რომ რაღაცაში დაეხმაროს, ეგეც ძალიან კარგი იქნება. მადლობა, ვინც აქამდე მისმენდით და კარგ დღეს გისურვებთ.